გლოცავთ ყველას დიდი სიყვარულით. მარადიულზე ვეფიქროთ, უფალ შევედრო ჩვენი ცხოვრება, ზუსტად ამაში მთელი საიდუმლოა მიწიერი ცხოვრებისა, რომ მარადიულზე ვეფიქროთ და ღმერთ შევედრო ჩვენი თავი და ღვთის საიდუმლოდ ვაკეთოთ ყველაფერი. ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი გადის, როგორც იტყვიან, ცეცხლმოკიდებულ სახლში ვართ, სახლი იწვის, თუ გემი იძირება, რა ვიცი, როგორც გინდა შედარებას გინდათ მოიტანეთ, აუცილებლად დროზე უნდა გამოხვიდე, დროზე უნდა თავარზე ეფექტო, დროზე უნდა მიიღო ის ზომები, რაც ამ მდგომარეობაში ყველაზე ეფექტური და ყველაზე ვთქვათ ადეკვატურია. ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს წარმავალობის განცდის ფონზე ჩვენ ვიფიქროთ მარადიულზე და უგუნურება არ გამოვიჩინოთ. ნუ რავინ ჩაებღაოჭება მიწიერ ცხოვრებას და მეგონება, რომ მარადიულად ამ მიწაზე იქნება. ეს არის ტრამპლინი, ეს არის ეტაპი, ეს არის გამოსაცდელი პერიოდი, სადაც ჩვენ გავდივართ მარადიულობისთვის გამოცდებს, რომ ჩავაბაროთ წარმატებით. ასე მოვიქცეთ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა. კეისარსა კეისისა, ღვთისა ღმერთსა, ჯერ ღმერთს მივაგოთ ღვთის ადგილი და პატივი და შემდეგ სხეულის თავისას ითხოვს და მატერიალური სივრცეს თავისას ითხოვს, რა თქმა უნდა, მომექცეთ შესაბამისი პროპორციული, ასე ვთქვათ, დაფასებით და არა გადავაფასოთ და არა აუღიოთ ფასეულობები ერთმანეთში. ვისაც სურს სიწმინდეში დამკვიდრება, მან ქრისტესწნეები უნდა აღასრულოს, იმიტომ რომ უშრომელად არ მოდის ღვთისმცნეების აღსრულების შემდეგ მოდის მადლი და სიწმინდე აუცილებლად მასში და მადლი აუცილებლად შევა მასში. რაც ნეგატივია, დაიწვება, უცოდველი არავინ არა ვართ, ეხლა ყველანი ვწოდავთ, მოვინანიებთ ეს მადლი წვავს ამ წოდებს, განეიტრალიზებს, აქრობს, ანიგილირებს და ადამიანი გამოდის უფრო სხვა მაღალ დონეზე შედის ამ ცხოვრების გამოცდილების წინაშე, უფრო მეტად ძლიერია იმუნიტეტი მისი, თავმდაბალი ადამიანი, გაძლიერებული რწმენაში, განათლებული ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებასა და სახარებისეულ სიბრძნეში, ბევრად უფრო წარმატებით გადალახავს, იცით ეს ყველაფერი იმას, რასაც ამ ცხოვრება გვივლენს, ხილ და განსაკუთრებით უხილავ გამოცდებს. ეს ცეცხლი ზიარებისა, ეს ცეცხლი მადლი ღვთისა ზესიდან გარდამოვლენილი აუცილებლად ადამიანს შედის და მას დამცველ, ასე ვთქვათ, გარემოში ახლავს, ცეცხლოვან არ გარემოში ესე ახლავს მას, იცავს ყოვლის ამ ბოროტისა, ჯვარის სახით, ყველა მხრიდან აძლიერებს მას და ასეთ სულიერად მედგარს ღვთის და ვერ არის ისეთი ადამიანი დაუმარცხებელია. თუ წაიქცევა, წამოგორძიხდება, ადვილად წამოდგება, ხომ, ესეც კარგია და უცებ კიდევ ძლიერი გააგრძელებს გზას. ესე უნდა ვიყო და ცოდვილი ხა, ცოდვილები ვართ ყველა, მაგრამ მონანიებით, სინანულით ასე ვთქვათ, თავის დამდაბლებით ფიქრით მარადიულზე აუცილებლად წინ წავალთ. აი ამას გესურვებ ყოველისთვისაც, ვინც მოდიხართ აგერ, ღვთის სადგილად, სულის სასხოვნებლად, საზიარებლად, მოვემზადოთ, ღირსეულად, შევეცადოთ, მომზადებისა და დამსახურების გამო არაფერი მაინც არ გვეძლევა, გვეძლევა ყველაფერი, რომ დაუმსახურებელი წყალობა მომზადებელი და უღირსებს, მაგრამ უფალი მოწყალია და ყოველთვის კარგი თვალით გვიყურებს, უფრო მეტად გვაფას, უფრო მეტად გვეფერება, უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მოწყალია და ვიდრე ვიმსახურებ, უფრო მეტად ყოველთვის ჩვენზე კარგი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა აქვს და საოცარი სიყვარულით ჩვენი იმედი აქვს, რომ ჩვენ უფრო უკეთესები გავხდები და ესეც არის, რატომაც არა, უნდა გავხდეთ უკეთესი და საუკეთესო. აი ესე გვიყურებს უფალი და მას უხარია ეს. პატარა მცირე მიზეზიც კი ადამიანს რომ უკეთესი ხდება, ის უფალს ახარებს. აი ეს მცირე მიზეზის მაინც რომ კარგად იქნები და უფრო კარგად გააკეთებ რაღაცას და ღვთის საიდუმლოდ გააკეთებ, აი ეს უფალს ახარებს და ჩვენც მასთან ერთად ვიხარებთ. სიხარულია სახარება და არა სხვა რაღაც. სიხარულია, სახარება, ღვთისმშობელო ქალწულ გიხარებდნენ და სულ გიხარებდნენ მონად მისდევს ეს ლეიტმოტივი, მისდევს და არა იყო დეპრესირებული და წაშლილი და მარტო რაღაცა ეს მიწიერზე ფიქრად დათქმული. არა, სიხარული, გრიმილი, კარგი განწყობა უნდა გქონდეთ მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიუხედავად დინების წინააღმდეგობისა, აი მაინც უნდა იყოს ძლიერად, რაც გაგახარებთ თქვენ და უფალსაც გაახარებს. მე გაახარებული თქვენ რო იქნებით, თქვენს გარშემოს დადებითი ენერგია დაგროვდება, დადებითი კეთილი სიმშვიდე დაგროვდება. როცა თქვენ კეთილად იქნებით, კარგად იქნებით და ეს დადებითი ენერგია დაგროვდება თქვენ გარშემო ეს მადლი და უკვე ვერაფერ ვერ წაგაქცევთ, ვერ მოგერევა. წამორձიგდები რა ვქნათ ახლა ვინ არ არის დაცემული და წამორձიგებული ვინ არ არის. ყველა მაინც წამოდგები უცებ გააგრძელებ. გიხაროდეთ, რატომაც ამ გიხაროდეთ? გამოხსნილები ხართ, შეუწყოთ ერთმანეთს ხელი, მოვეფეროთ ერთმანეთს
გავახაროთ ერთმანეთი და ღმერთი ავსებად ყველაფერს მოგცემს, რაც პური ჩვენი არსობისაში შედის და იქ კიდე ძალიან ბევრი რამ შედის. ამიტომ მინდა ეს ხვალინდელი ზიარების სისხლი და ხორცი ქრისტეს მიგვეღოს ღვთისაედებლად, სულისაცხოვრებლად, საქმნელად სულის და ხორცზე, რასაც კიდე ხვალ გეტყვით იმედია. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.